პირველ რიგში ჩემთვის რაც იკითხება ეს არის ისევ დღევანდელი მართველი ძალაუფლის მიერ მუდმივი ძალისხმევა ძალაუფლების კონცენტრაციის. იცით რა შეასაქმე? რაღაცეებში თეზისურად შეიძლება ვთქვათ კიდეც მიხვე იდეის ავტორს ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს გულისხმობ. მე ვთქვათ ის რომ ვთქვათ განათლების კუთხით რეფორმაა ჩასატარებელი. კი ბატონო, ეს თეზა მისაღებია. ის რომ საბჭოთა განათლების მოდელის სახელმწიფო სასწავლებლების კუთხით, რომელიც შემორჩა ამ კონკრეტული კუთხით, თქვათ, უმაღლესი სასწავლებლებისა ინფრასტრუქტურისა და მოცემულობის კუთხით, რაღაცები რომ გადასახედია, კი ბატონო, აქაც შეიძლება მიხვე ამ ლოგიკას, მაგრამ პირველ რიგში თუ ჩვენ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ხელისუფალს შეიძლება უნდოდეს რაიმე კეთილი ზრახვა კონდეს ამ მიმართულებით, ის რას უნდა აკეთებდეს? ის არ უნდა აკეთებდეს გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, ის არ უნდა ახდენდეს გადაწყვეტილების მიღებას, სადღაცა ერთი და ორი ადამიანის ძალაუფლების მქონე სუბიექტების შეთანხმებით, ის უნდა ახდენდეს ფართო სადისკუსიო სივრცეს, მსჯელობას, როგორ წარმოგვიდგენია, რა შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს ხომ ასე მარტივად თუ კი ეს რეფორმა, თუ კი ამ რეფორმას ისახავს მიზნად, ასე მარტივად ის ვეღარ შეიცვლება რა, თუ კი ეს გაერთიანება მოხდა, მე ეს ყველაფერი გადახალისება საჭიროებს. ამიტომ ამ ყველაფრის კუთხით იმის ნაცვლად რომ ელაპარაკებოდეს პირველ რიგში მომხმარებელს, როგორიც არის სტუდენტი ახალგაზრდობა ელაპარაკებოდეს ადამიანებს, ვინც ამას წარმართავს, ადმინისტრაციები, აკადემიური თანამდებობის მქონე პირები, ლექტორ, პროფესორები და ასე შემდეგ. არა, ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ ვაკუუმს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არავინ არ თვლის საჭიროდ, რომ ვინმეს რამეზე შეუთანხმდეს. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც ამ კუთხით ქმნის. მაგალითად, მე ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სადაც ჩავაბარე, ასე ვთქვათ, სკოლის დამთავრების შემდეგ იყო ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის მოცემულობა არის სულიად სხვანაირი, ის წარმოების, ტექნოლოგიების კუთხით მუშაობს. სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის სულიად სხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებელია და ის რომ პრობლემები იყო ოდითგანვე ამ ტიპის სასწავლებლებში და მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტში თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა მოხდეს მათი გაუქმების ხარჯზე. ეს არ არის გაერთიანების პროცესი, ეს არის შერწყმის პროცესი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდა შთანთქას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. შეიძლება თვითონ სახელმწიფო უნივერსიტეტის დონეზე რაღაცები გამრავალფეროვნოს, ანუ წამოიღოს რაღაცა წილი ტექნიკური უნივერსიტეტიდან, მაგრამ მთლიანობაში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უნდა შეწყვიტოს ამ კუთხით არსებობა და პრობლემები მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის კორუფციის თუ მათ შორის სტანდარტების სწავლების ყველა საფეხურზე, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტშია, ეს ყველაფერი არსებობს, ამ ყველაფერს ყველა აღიარებს, მაგრამ ეს არ გულისხმობს მათი განადგურების ხარჯზე, არა, გამოსწორება განადგურებას თავისთავად არ გულისხმობს. ამიტომ არის რომ იცი ძალიან ბევრი რამე ხშირად არის ხოლმე დაფუძნებული რწმენაზე, ვინცაც ეს იდეა მოსდის, ვინც ეს უნდა განახორციელოს, რამდენად გვაქვს ჩვენ მის მიმართ რწმენა და პრემიერის მიმართ სიტყვაზე თუ ზოგადად მართველი ჯგუფის მიმართ რწმენა როგორი არის, მე არ გამაჩნია მსგავსი რწმენა იმისი, რომ მათ რაღაც კეთილი ზრახვები ამოძრავებს, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ბოლო წელიწადში, უკვე მრავალი წელია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო წელიწადში ვაწყდებით, ეს ყველაფერი მიმართულია ადამიანების სივრცის აკადემიური თანამდებობის მქონე ხალხი იქნება თუ სტუდენტი თუ ნებისმიერ სხვა, როგორც თქვენ ხედავთ, უკვე ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკური მოქალაქის კუთხითაც კი ეს ტოტალიტარული მიდგომა არის, რომ ჩვენ ვაწყდებით ძირითადად ნგრევის ძალისხმევას და არა რაღაცის შექმნის ძალისხმევას. შექმნის ძალისხმევას რო ხედავდეთ, ალბათ უფრო სხვანაირად წარადგენდნენ პროცესს იდეის, ასე ვთქვათ, ინიციატორები. გადაწყვეტილებამდე უნდა ყოფილიყო მთელი რიგი შეხვედრები, გაცნობა, რაღაცა პროცედურა მაინც უნდა დაიცვათ. ქართულ ოცნებას ადრე ეს პროცედურების დაცვა მაინც ახასიათებდა და ბოლო პერიოდებში უკვე ეს პროცედურაც აღარ აინტერესებს, უბრალოდ იღებს გადაწყვეტილებას და მიიღებ, არ მიიღებ, მაინც იღებს გადაწყვეტილებას და ეს ფაქტორია ეს ბატონო არჩილ, რაღაცა
თავზე ხელაღებულობა თუ შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გადაწყვეტილებას აცნობენ ხოლმე მართლაც საზოგადოებას ყველანაირი აზრის თუ კრიტიკის გათვალისწინების და მოსმენის გარეშე ყველა მიმართულებით, ხომ ეს არ ეხება მარტო მაგალითად აი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას, ან რაღაც აი გაზდით და მაგიტომ თუ რა პოლიტიკის მანიშნებელია ეს? ეს არის ტოტალიტარული ძალაუფლების თვისება, სადაც ადამიანს არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. თუ კი დემოკრატიის პირობებში ადამიანთა ერთობლიობა ქმნის ზეგავლენას ხელისუფლებაზე, რომლებშიც გადაწყვეტილების თანამონაწილეები ხდებიან, ანუ ზოგადად მოქალაქეები და რაც უფრო მეტად არის მოქალაქე ჩართული ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებაში, მით უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო. ეს არის დემოკრატიის პრინციპი, თორე განა დემოკრატიულ ქვეყნებში რაღაცა წმინდა ბჭყალებში ადამიანებს ხედავთ ძალაუფლებაში. ძალაუფლებაში ყველგან როგორც წესი მეტნაკლებად თანაბარი სუბიექტები მონაწილეობენ. პრინციპი დემოკრატიის არის ის, რომ ის ანგარიშს უწევს ადამიანებს, საზოგადოების წევრებს, დარგის ადამიანებს, ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქესაც კი, ხოლო ტოტალიტარიზმში ადამიანის ფუნქცია არის მხოლოდ ჭანჭიკის როლი და უფრო მეტიც ადამიანის საერთოდ არ არის აღქმული როგორც რაიმეს წყარო. ადამიანი უნდა იყოს ძალაუფალი სუბიექტის ინტერესების წარმმართველი საშუალება. ანუ ადამიანი ამ შემთხვევაში არის საშუალება. ამიტომ ვაწყდებით ამ პრინციპს ჩვენ ახლაც, რომ ჩვენ არავინ არ ვართ, ვინც გინდა იყოს. რატომ არის ეს მიდგომა? აი ჩვენ ნახეთ წინა პერიოდებში რაღაცა ქართული ოცნება შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანმიმდევრული პოლიტიკის მწარმოებელია, ოღონდ თანმიმდევრული ტოტალიტარული პოლიტიკის. იმ ხრივ რომ აი გვახსოვთ ჩვენ რაღაცა ხნის წინ როგორ დაიწყეს მოსინჯვა აკადემიური სუბიექტების მიმართ დისკრედიტაციული კამპანიების წარმოება, შემდგომ როგორ გავრცელდა ეს ყველაფერი რაღაც სამოქალაქო ორგანიზაციებზე, ანუ დიქტატის კლასიკური ფორმა, რომ ინსტიტუციური ასე ვთქვათ ზეგავლენა დაემყარებინათ არ იყო ქართულ ოცნებას. აქ უკვე გადავიდა საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე, ნებისმიერ ქუჩაში გავლენაზე ან მოწყალების თხოვნე პირზეც კი, რომელიც შეიძლება რაღაცა სრულიად ასოციალური სუბიექტი შეიძლება იყოს. ეს არის პრინციპი, რომ ხელისუფალს ამ შემთხვევაში, როგორც ძალაუფალს აქვს მხოლოდ ერთადერთი ძალაუფლების ცნება არის ბევრად ფართო, ვიდრე ზოგადად ხელისუფლების და აი ზუსტად იმ დროს, როცა ხელისუფლებასა და ძალაუფლებას შორის ტოლობა დგას, ანუ სხვა არავინ არ არის ძალაუფლების თანამონაწილე, არანაირი საზოგადოება, არანაირი სახელმწიფო შტო, არანაირი სივრცე სამოქალაქო, არანაირი ადამიანი არსაიდან ასე ვთქვათ. ხომ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვაწყდებით აი ამ ტოტალიტარულ სულისკვეთებას, რომელსაც ქართული ოცნება ძალიან თანმიმდევრულად შეიძლება ითქვას ალბათ. და ამ ფონზე ბატონო არჩილ თან რაღაც თავადვე მათივე მხრიდან ინიციატივის გაჩენა, რომ აი რაღაცა დებატები თითქოს კონსტრუქციული დიალოგი და ასე შემდეგ. აი ეს რას ემსახურება? ერთს ხედავთ ქმედებებით, მეორეს ვისმენთ განცხადებებით. ხო, ამ დებატების ინიციატორიც მაგალითად იყო კობახიძე და ბოლოს როგორც გაირკვა, არავის არაფერი არ ქონიათ სადებატო. ხომ, როგორც მე თავადვე თქვეს. აი ეს რაღაცა უბრალოდ თემისავით შემოაგდეს მათსავე დღის წესრიგში, თუ რა არის ეს? აი ვის ელაპარაკებიან აი ამით ერთ დღეს სხვას აკეთებენ და მეორე დღეს გამოდიან განცხადებებით საერთოდ სხვას ვისმენთ. ეს იყო რაღაცა რიტუალური манипуляция თავიდან ბოლომდე, უბრალოდ როგორც ჩანს, იცით როგორ არის ჩვენთან, აი ოპოზიცია მათ შეიცნეს როგორც ჯგუფი, ზოგადად მოწინააღმდეგე სივრცე, რომლებიც ყველაფერზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ მათ ცნობიერებაში აი ეს წინააღმდეგობის ველი გაჩნდა როგორც ადამიანები, რომლებიც რაც გინდა თქვას ხელისუფლებამ, აი რაღაცა რომ კარგი გაებაროს, ასე დავარქვათ ჭყალებში, იმასაც წინააღმდეგობას გამოუხატავენ. ამ იდეით შემოვიდნენ როგორც ჩანს, რომ აი ახლა ჩვენ რაღაცა პოზიტიურ სიმულაციას მოვახდენთ, ამაზე შეგეწინააღმდეგება ჩვენ ოპოზიცია, წინააღმდეგის ზოგადად და აქ ჩვენ მოვიგებთ, იმიტომ რომ ვიტყვით, რომ აი არავის არ უნდა დებატები, არავის არმის ძალა არ გააჩნია. აღმოჩნდა, რომ ასე არ გამოვიდა. ანუ პრინციპში არავინ წინააღმდეგობა არ გაუწია იმას, რომ ერთ-ერთი დაშვება, რაც მოწინააღმდეგეებმა, რაც მე დავინახე, გააკეთეს, ის იყო, რომ განისაზღვროს სადებატო მხარეები, ანუ
ასე ვთქვათ, ხალხის ძალასა და ნეიტრალურ საქართველოს შორის დებატი არ არის, არა, ან რაღაცა ისეთ ჯგუფ შორის, აქ არის მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც თქვათ, იდეაში თუნდაც ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების ფარგლებში მოიაზრებოდა მათ ძირითად ოპონენტებად. ამიტომ ეს პრინციპი არ გამოადგათ, არ იმუშავა და შემდგომ გაჩნდა პირობები, აი რა დებატებზეა საჭირო ლაპარაკი, რამხელა სიმულაცია წარმოგიდგენთ, აქ პოლიტიკურ მხარეებზეც კი არაა ლაპარაკი, მაგალითად იმედზე, რუსთავიორზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აი ვთქვათ, მიუკერძოებელი სპეციალისტებიც, აი აკადემიური ენით მოსაუბრე სპეციალისტებიც კი, მათ შორის მეც და ასეთი არაერთია, ისინიც კი დაბლოკილები ვართ, ასე ვთქვათ, ანუ ხო გქონდათ ეს დათქმა, რომ იქ ჩვენ ისტერიკა არ უნდა გაგვემართოს, საგნობრივი უნდა იყოს, აი კი ბატონო, არაერთი ადამიანია საქართველოში, ვინც ამ კუთხით ხელისუფლების ოპონენტ მხარეს წარმოადგენს, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა არ უნდა და ახლა იმ ხალხს, რომელსაც deep state-ის და ომის პარტიის წარმომადგენლებს ეძახიან, ან იდეაში რა პრინციპით გამოდიან, თვითონ რა ინიციატივა გაუჩნდათ დებატების. იმიტომ რომ ეს არის სიყალბის დიდი კონსტრუქცია, რომელიც ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის ჩანაფიქრით არ განხორციელდა ეს დებატების ბრალებში ინიციატივა.